მორჩით ეკლასზე ფირის გადაკვას. ჯერ გადავაკარით ვინილი, მერე გადავაკარით დამცავი ფირი დაინომატ. ეხლა 1-2 სიტყვით რაღაცებს გეტყვით, ნახეთ, ეს ავტომობილი არის ქალბატონის, რომელიც მან მოიყვანა და ნახეთ გადაგვაკვირვებინა შიგნითაც. ხშირად ბარეული ავტომობილის მოყვარული ვერ ხვდებით, რომ მანქანას როცა გარედან აკრავთ, ძალიან ეხავს მე შიგნიდან სხვაფერი რო არის. ხო და რესპექტი ჩვენ მომხმარებელს, რა თქმა უნდა, გემოვნებიანი ადამიანები და ზოგადად შუქი მომხმარებელი არ ყავს ხოლმე და ნელ-ნელა ყველა ვისწავლით, რა თქმა უნდა, კარგად როგორ უნდა გადავაკრათ მანქანას და როგორ უნდა მოეპყრათ კარგად ჩვენს ნივთებს ისეთ რაღაცეებს, როგორც მაგალითად ეს მანქანა. ეხლა წავუყევთ კიდე რაღაცებს გაჩვენებთ. დაინომატის ფონზე არაამქვეყნიური ქრალი კრისტალები გამოვიდა, შეხედეთ კაპოტზე კიდე თვითონ მანქანაზე, მაგრამ გამოკვეთილი კრისტალები არის. ეხლა და ძალიან ლამაზი არის. ხო, კიდე ამბობთ რომ ხდება ისეთი რეკლამები TikTok-ზე, რომ აი ჩვენო სტექს არ ვაკრავთო, ჩვენო სხვა ბრენდს ვაკრავთო და ასე შემდეგ. კი ბატონო, შეგვიძლია ჩვენს გაგიკეთებთ უგნებავთ რეკლამას, პრობლემა არ არის. სტექს ვაკრავთ ჩვენ. და თუ გნებავთ, მე ვიტყვი თქვენ რა ბრენდს აკრავთ და სადაც აკრავთ მოკლედ. პრობლემა არ არის რა. ასე რომ სანამ ვიღაცა სტექს წაკმენს, აგერ ბატონო სტეკი და შეხედეთ რა ფერი არის ეს დაბურვა. ლეგალურია, 60%-იანია, პატრული ვერ დაგაჯარიმებთ. და ხო ბოლო-ბოლო თუ ბოლო-ბოლო მოხდა სასწაული და რაღაცა იმაიუნეს, მე თვითონ დაგეხმარებით იმ ჯარების გაუქმებაში, იმიტომ რომ ერთი ადამიანი დააჯარიმეს და მე რა თქმა უნდა სასამართლოში წავიღეთ საქმე და გააუქმეს, იმიტომ რომ არ იმსახურებდა დაჯარიმებას. ხო, კიდე რა მინდა, ნახეთ, თავმოყარე კომპანია, რომელიც აკრავს ფირს და მე იმედი აქვს, რომ 12 წელი კარგ მდგომარეობაში იქნება ისევე როგორც ეს, აი ესე ტოვებს თავის კვალს მანქანას.